ბათუმელების პირდაპირ ეთერში მოგესალმებით. ვიმყოფებით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. უბრალოდ ეს გახლავთ საქართველოში მიმდინარე პროევროპული პროტესტის 322 დღე ბათუმში. თქვენ იცით, რომ ბათუმში საპროტესტო აქცია ტრადიციულად მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარედ აჭარის მთავრობის სახლის წინ, სადაც ყოველ საღამოს იკრიბებიან ადამიანები უკვე თითქმის 1 წელია მთავარი მოთხოვნებით ჩატარდეს ხელხალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან გარემოში, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და აღდგეს ქვეყნის პროევროპული კურსი. გასული დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციაზე თბილისში დააკავეს 90-ზე მეტი ადამიანი. სასამართლო პროცესები მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 დღეა, ფაქტობრივად გათენებამდე. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც საქალაქო სასამართლოში მოსამართლეები, მთელი ინსტიტუცია, ასე ვთქვათ, მუშაობს დილიდან დილამდე, ფაქტობრივად, იმიტომ რომ დაკავებულია ადმინისტრაციული წესით 100-მდე ადამიანი, 90-ზე მეტი დადასტურებით, ბოლო მონაცემებით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით დაკავებულია 92 ადამიანი. ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვისი სახელები და გვარებიც ვიცით, ნაწილზე უკვე მიღებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება, ნაწილი უკვე ადმინისტრაციულ პატიმრობაშია, ნაწილის საქმე ახლა განიხილება ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში და ასე შემდეგ. მეცაც გეტყვით, ზოგიერთმა დაკავებულმა უკვე დატოვა იზოლატორი, საუბარია ადმინისტრაციული წესით დაკავებულებზე. ცხადია, თქვენ იცით, რომ 17 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ აამოქმედა ახალი რეპრესიული კანონი, რომლის მიხედვითაც გზის გადაკეტვა აქციის დროს უკვე ისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე და სწორედ ამ კანონის ამოქმედებას მოჰყვა რეპრესიების ახალი ტალღა და დაკავებულების დიდი რაოდენობა. ამის მიუხედავად რუსთაველი კვლავ სავსეა პროტესტის მონაწილეებით, გადაიკეტა რუსთაველი გუშინაც, გუშინწინაც, მოსახლეობა, მოქალაქეები, საზოგადოება არ უშინდება რეპრესიულ კანონს და ისინი მაინც გადიან რუსთაველზე პროტესტისთვის. რაც შეეხება ბათუმს და რაც შეეხება საქართველოს სხვა ქალაქებს, პროტესტი აქ უფრო მოკრძალებული ფორმის სახით შეიძლება ითქვას, მოკრძალებული რაოდენობით იმართება, მაგრამ იმართება ყოველ დღე. ეს ხდება ბათუმში, ეს ხდება ახალციხეში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში და საქართველოს სხვა ქალაქებსა თუ რაიონულ ცენტრებში. პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა ყველგან სხვადასხვა. შევეცდები ახლა გავისაუბრო აქციის რამდენიმე მონაწილეს ბათუმში. აზა თუ შეიძლება, აზა გაბუნია, თავისუფლების მოედანი. აზა ეხლა ამ წუთებში მიდის თბილისის საქალაქო სასამართლოში, სასამართლოს ხდომები, სადაც განიხილავენ ადმინისტრაციული წესით დაკავებების საქმეებს. შენი აზრით, რა ეფექტი ექნება ამას? ჯერჯერობით ჩანს, რომ დიდად ისეთი სუსხავი ეფექტი ამას საზოგადოებაზე, რუსთაველის პროტესტზე არ აქვს, იმიტომ რომ ადამიანები აგრძელებენ პროტესტს. მაგრამ რა მოხდება გრძელვადიან პერსპექტივაში? გულისხმობ იმას, რომ პირველი დაკავების შემდეგ უკვე მეორე დაკავების შემდეგ ამოქმედება სისხლის სამართლის წესი და უკვე რომელიც ითვალისწინებს უკვე იგივე დანაშაულზე, ბრჭყალებში, ასე ვთქვათ, 1 წლამდე პატიმრობას. თუ ექნება ამას ეფექტი?
ეცით რა, წინასწარ იმის თქმა რა შეიძლება მოხდეს შემდეგში, ან ექნება თუ არა ეფექტი და ზოგადად პოლიციურ რეჟიმს და დიქტატურას რაღაც მომენტში ეფექტი აქვს ხოლმე საზოგადოებაზე, ეფექტი აქვს საზოგადოების ნერვულ სისტემაზე, შიშებზე, განცდებზე, ემოციებზე, ცხადია ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამ ყველაფერზე ცხადია რეჟიმს აქვს ეფექტი. ბუნებრივია ეს ადამიანები რაღაც ნაწილში თავს განიცდიან რეპრესირებულად და ცხადია ეს დაეტყობა პროტესტსაც. თუმცა მე აქვე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მე მგონი ძალიან 2 წელია გვებრძვის ხო ქართული ოცნება, 2 წელი ადამიანები დგავართ ქუჩაში სხვადასხვა მიზეზებთა გამო და უკვე აი 322 დღეა უწყვეტად მთელი საქართველოს შეიძლება ითქვას დგას ქუჩაში და აპროტესტებს. ეს ადამიანები არ გამტყდარან მთელი ამ ხნის განმავლობაში, ხო? ვერ გატეხა ვერც სისხლის სამართლის პატიმრობა, ვერ გატეხა ჯარიმებმა, რომელიც ადამიანების ზოგიერთ მათგანს 400.000-იც კი აქვს ჯარიმა, ხო? ვერ გატეხა იმ დევნამ, ერთ სამსახურებიდან გათავისუფლებამ, იმიტომ რომ ცხადია, ადამიანები იაზრებენ, ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი საზოგადოების იაზრებს იმას, რომ ჩვენ დასაკარგი გაცილებით უფრო დიდი გვაქვს. ეს არის თავისუფლება, ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს არის სუვერენიტეტი, ეს არის ჩვენი წინსვლა და დამოუკიდებლობა. შესაბამისად, მგონია რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ისევ დარჩება ამ პროტესტში, მეტიც. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ დღეების განმავლობაში მე პირადად პროტესტში დავინახე ადამიანები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში არ მინახავს. გააბრაზა, ძალიან გააბრაზა ქართულმა ოცნებამ ყველა წრე, ყველა ჯგუფი ამ საზოგადოებისა. ეს იქნება მშრომელებიდან დაწყებული, უბრალო ადამიანებიდან დაწყებული, მეზოებიდან დაწყებული, პროფესორ-მასწავლებლებით, ექიმებით, მსახიობებით, რეჟისორებით, პოეტებით, მოსწავლეებით, სტუდენტებით, ლექტორ-მასწავლებლებით. გაამწარა ეს ადამიანები და არა მხოლოდ იმ დევნის გამო, არა მხოლოდ იმ რეპრესიების გამო, არამედ იმის გამო, რასაც უპირებს ქართული ოცნება საზოგადოებას, რასაც უპირებს განათლების სისტემას, რასაც უპირებს კანონებს, რასაც უპირებს მთლიანად საზოგადოებას. ხო, ეს არ არის მხოლოდ ბრძოლა, რაღაცა ორ გუნდს შორის, ან ძალაუფლების გადანაწილება, ან რაღაცა დათმობა თავისი, ასე ვთქვათ, სკამების, არამედ ეს არის ბრძოლა ზოგადად გადარჩენისთვის და ქვეყნის შენარჩუნებისთვის, ხო? და მე მგონია, რომ რაც არ უნდა გააგრძელოს ქართულმა ოცნებამ, რაც არ უნდა ეცადოს, რომ ეს საზოგადოება რაღაცნაირად შეაშინოს, გატეხოს, დემორალიზება მოახდინოს ამ საზოგადოებისა, მაინც არ გატყდება და ჯიუტად გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ჩვენ უბრალოდ სხვანაირად არც ძალგვიც და არც უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენს გამო, ჩვენი მომავლის გამო და თავისუფლების გამო 100-ზე მეტი, 200-მდე ადამიანია დღეს ტყვეობაში. ამიტომ ჩვენ მორალური უფლებაც არა გვაქვს, რომ გავჩერდეთ და გავტყდეთ. ამიტომ ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, სანამ თითეული პოლიტპატიმარი, რომელიც არის დღეს ციხეში, არ იქნება თავისუფლებაზე, სანამ ქვეყანაში არ ჩაინიშნება ახალი თავისუფალი, დამოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნები და სანამ ხელისუფლებას არ ჩაუდგება სათავეში პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანები სამართავ. კეთილი, აზა თქვენც ახსენეთ და მინდა გკითხოთ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ეხლა დაკავებული ადმინისტრაციული წესით, ძალიან მრავალფეროვანი პროფესიების ჩამონათვალია, ანუ დიასახლისიც არის, იქ არის ექიმი, მათ შორის ძალიან ავტორიტეტული ექიმი, მათ შორის დევნილები კი ბატონო და არაერთი დევნილი ვნახეთ ჩვენ ამ სიაში, არიან მსახიობები, მწერლები, ძალიან ცნობილი მწერლები სხვათა შორის და ასე შემდეგ. აი, რას აჩვენებს ეს სიჭრელე დაკავებულების და თქვენი აზრით, აი ეს მოლოდინი ხელისუფლების, რომ ეს რესურსი ამოეწურება პროტესტს, აი ელით თუ არა მათგან კიდევ რაღაცა ახალ დარტყმას გულისხმობ
ოცნების ხელისუფლებას. რატომ გეკითხებით, მინდა რომ დავაკონკრეტო, ბოლო დღეებია ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე ოცნების პრემიერი კობახიძე ახსენებენ, იყენებენ სიტყვა ტერორისტს ბათუმელის სტუდენტის ზვიად ცეცხლაძის მისამართით, ანუ ტერორისტს უწოდებენ ამ ადამიანს ფაქტობრივად. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა რაღაც ახალი კანონისთვის ამზადებდნენ საფუძველს? თქვენი აზრი მაინტერესებს ამ თემაზე. ნუ ცხადია, ქართული ოცნება ცდილობს ყველანაირი ბერკეტი გამოიყენოს, რაც კი არსებობს დიქტატურის და ავტოკრატიის. აბსოლუტურად ყველაფერი. მე ამასთან ერთ-ერთ ინტერვიუში მგონი თქვენთან ინტერვიუშიც ვთქვი ის, რომ ერთადერთი რაც დარჩათ, ალბათ დახვრეტა, რომელიც ამას ვერ მიიღებენ ცხადია, ხო? თავისუფალ საქართველოში და ზოგადად სახელმწიფოში, მაგრამ ფაქტიურად გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ბოლომდე ჩააჭირონ, ბოლომდე მოგხუთონ, ბოლომდე მიგვისტყუონ კედელთან, ბოლომდე გაატანონ ყველა რეჟიმის, ყველა არ ვიცი, მოგვიჯდონ რა ფაქტიურად. ამას გააკეთებენ, რა თქმა უნდა, შემოგსაზღვრავენ და დაგვამსგავსებენ ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს და ეს უნდათ, ეს არის მათი დაკვეთა და გააკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს, იმიტომ რომ ძალაუფლების დათმობა მათ არ უნდათ. და ამიტომ ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებენ საიმისოდ. კი, ზუსტად რატო აკეთებენ, რატო არის სიჭრელე და რატო არის ყველა წარმოდგენილი ყველა სოციალური ჯგუფი ფაქტობრივად კი ბატონო წარმოდგენილი, იმიტომ რომ ყველას მიწვდეს ხმა, რომ ჩვენ არ დაგინდობთ. ქართულმა ოცნებამ ქართულ ხალხს გამოუცხადა ომი. ფაქტიურად ომი და უთხრა, რომ თუ არ დაგვემორჩილებით, თუ არ შეიმალებით სახლებში, თუ არ მოასუფთავებთ ველს, მაშინ ყველა თქვენგანს ჩავყრით ციხეში, კიდე დავწერთ ახალ უმსგავსო დრაკონულ კანონებს და კიდე ახალ-ახალი მიზეზით და მუხლით გაგიშვებთ ციხეში, ხო? ეს არის დაიწყო ახლა შედარებით რბილი, რაღაცა 5 დღიანი, 2 დღიანი, 15 დღიანი პატიმრობებით, მაგრამ შემდეგ როგორც უკვე თქვენ ახსენეთ, გადავა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულებით და ამ მუხლებით ამოქმედდება და მე კიდე რავი ახალს მოიგონებენ. უბრალოდ რაღაც ახალს დაავალებს კრემლიდან და გამოუგზავნიან ახალ სცენარს და შემდეგ ამას გაატარებენ. მაგრამ მე მგონია, რომ ქართული ოცნება ამას ვეღარ მოესწრება. მე მგონია, რომ საზოგადოება საკმარისად მომწიფდა საზოგადოებაში ბრაზი და ეს აშერჩება. შეუძლებელია ქართულმა საზოგადოებამ ეს აიტანოს, რაც დღეს ხდება საქართველოში და არ მგონია საღად მოაზროვნე ადამიანი არსებობდეს დღეს, ვისაც ეს მოსწონს, რაც ხდება ქვეყანაში, ხო? დიდი მადლობა აზა. შოთა გუჯაბიძეს ვხედავ კადრში, ბათუმელ რეჟისორს, ფოტოგრაფს, ძველი ბათუმის ისტორიის მკვლევარს. შოთა, თქვენთან როგორც რეჟისორთან მაქვს ამ შემთხვევაში შეკითხვა, ის რაც ხდება ამ დროს, ამ დღეებში საქართველოში, თქვენთვის რამდენად საინტერესოა და აი რამდენიმე დღის წინ ნახეთ თქვენი პოსტი Facebook-ზე, სადაც აზიარებდით გუშინ უბრალოდ ნათია ლეთოდიანის დაკავების სცენას, თუ სწორად მახსოვს გვარი, სადაც ბებია მას თხოვდა დაკავების წინ რამე მოეცვა. აი ესეთი სცენების ნახვა, რას გაფიქრებინებთ, საითკენ მიდის ყველაფერი, ოპტიმიზმის საფუძველს თუ იძლევა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იქნებ ეს ოპტიმიზმი იმიტომ ჩდება, რომ პროტესტს სურს, რომ ოპტიმისტურად იყოს განწყობილი და ამის საფუძველი არ არსებობდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ ვითარდება დრამატურგიულად სურათი? დრამატურგიულად ძალიან საინტერესო არის, გამოგიტყდებით, როგორც მიღებული არის დრამატურგიაში ასეთი პრინციპი, რომ ცხოვრება ყოველთვის გაცილებით უფრო საინტერესოა და უფრო დიდი ფანტაზია აქვს, ვიდრე ნებისმიერ მწერალს. ეს ასეთი შემთხვევის წინაშე დავართ ახლა. ну საინტერესო რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს სასიამოვნო არის, მაგრამ ფაქტია, რომ იმანაირი მარგალიტები იქმნება, თუნდაც იგივეა და სხვათაშორის გამახსენდა 9 აპრილის შემთხვევით უხურში მოვკარი რამდენიმე წლის წინ იმ ვიდეოში, რომელიც მილიონჯერ გვაქვს ყველა სანახი, სავარაუდოდ მამა როგორ უძახის ის, რომელიც გარბის ტანკების შესახვედრად რუსთაველზე ტანკები დაიძრა, გია შეიკარი კურტკა.
ანუ შვილი რომელიც სიკვდილზე მიდის აპრილი არის რა მაინც ცივა და мама ზრუნავს ასე мама ზრუნავს რომ არ გაცივდეს და ისევე როგორც ბებია ნათიელესებიანის იჭერენ მაგრამ თბილად ეცეს ხო აი ასეთი რაღაცები შედგება საუბედუროდ საბედნიეროდ ცხოვრება და ეს დაგვრჩება და ბევრი კინო ლექსი წიგნი საზრდოობს კიდეც დღეს როგორც სხვანაირი გამოხატვის ფორმები შემოგთავაზეთ სოციალურმა ქსელმა და ასე შემდეგ, მაგრამ ამითი აუცილებლად ისაზრდოებს. იმიტომ რომ ექსტრემალურ პირობებში რაღაცები იქნება, ის დამშვიდებული, თუნდაც ევროპაში, სადაც ძალიან კარგი ცხოვრება არის, ვერ შეიქმნება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამითიც ვართ ევროპაში საინტერესო, იმიტომ რომ ასეთი რაღაცები შეგვიძლია რაღაც ემოციაზე დაფუძნებული, რაღაც უფრო ჰეროიკული იმიტომ რომ დამოიდრო ძალიან ბუნებრივი ხომ? ანუ თქმა უნდა ეგ არის ბუნებრიობა არის ამის ყველაზე მთავარი საფუძველი ყველა ხელოვნების ყველა დარგის არის ეს ბუნებრიობა და ის შიშველი და მართალი ემოცია რომელიც არის ზომაზე მეტი ამ დღეებში და უბრალოდ პრობლემა ეგ არის რომ ჩვენ ამ მხარეს ვდგავართ სადაც სამართლების მსხვერპლი ვარ მე დარწმუნებული ვარ მეორე მხარე ამას ვერ ხედავს იმიტომ რომ ძალიან საშიში არაღია აი ესეთი არაღია რომ ნებისმიერი ერთი ფაქტი შეიძლება ისე აფეთქოს ნებისმიერი თითქოს ერთი შეხედვით უწყინარი ამბავი შეიძლება აფეთქოს რომ საერთოდ ჩამოიღოს სათავზე შუშას იმ ადამიანებს ვისაც რაღაცნაირად საფრთხეობია თვითონ თავი კი ბატონო რამდენიმე დღის წინ უბრალოდ დაახლოებით 2 კვირის წინ უფრო ზუსტი რო ვიყოთ ოცნების პრემიერმა კობახიძემ გამოიყენა ასეთი სიტყვათა შეთანხმება ნულოვანი თანაგრძნობა ანუ აბსოლუტურად ნულოვანი თანაგრძნობა პროტესტის მიმართ აქციის მონაწილეების მიმართ მეორეს მხრივ თვითონ პროტესტი არის ძალიან თანამგრძნობი მე ვიტყოდი თავისი ხასიათით ერთმანეთის მიმართ თანადგომით და რაღაც აი ეს დაპირისპირება ასე ვთქვათ ნულოვანი თანაგრძნობის წინააღმდეგ არის პირიქით სოლიდარობა პასუხი ხომ ასე გამოდის ყოველ შემთხვევაში ეს არის ძალიან მშვიდობიანი პასუხი მაგრამ რამდენად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ისეთ დროს როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს ძალაზე რომლის მხარესაც არის დიდი რესურსები გულისხმობ ადამიანურ რესურს პოლიციურ სისტემას სასამართლო სისტემას ბევრ ფულს რომელიც საქართველოს ერთ ოლიგარქს აქვს და რომელიც ქვეყნის ჩრდილოვან მმართველს აქვს ბიძინა ივანიშვილს გულისხმობ ცხადია ამის პირისპირ ფაქტობრივად რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ დგას მხოლოდ რაღაცა ის სოლიდარობა ემოციები და შემართება ეს რამდენად ძლიერი იარაღი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი როგორც მოქალაქის აზრით თუნდაც მე მგონი რომ ეგ არის იარაღი რა თქმა უნდა სხვა არაფერი არ გვაქვს რა გუშინ დაახლოებით 2 დღის წინ მგონი თქვენ ჟურნალისტი წერა ნინო ბაიდაუს რომელიც ესწრებოდა სასამართლოს თუ არ მეშლება ღარიბაშვილი სასამართლოს რომელიც დიდი წლების განმავლობაში იყო ერთ-ერთი ფორმალურად თუ მისის ქვეშ მაგრამ იყო მაშინ რა ქვია პირველი პირი ფაქტობრივად მის სასამართლოზე არ იყო არავინ მხოლოდ ჟურნალისტები ვიყავით მაშინ როცა არ ვიცი აი ბათუმში განსაკუთრებით და თუნდაც მზია სასამართლო რო ავიღოთ უბანი არის გადაკეტილი რა ყველა ქუჩა ისეთი კვანძი არის რამდენიმე ქუჩა შედის ყველგან ადამიანების მართალი ძალიან ცოტა ეტევა დარბაზში მაგრამ არის არ ვიცი პრეცედენტო მასშტაბი სოლიდარობის თუნდაც ფიზიკურად აუდგეთ და დავინახოთ ერთმანეთს სხვა არ ვიცი სხვა არაფერი შეგვიძლია სწორედ ეგ არის აი ეგ განგვასწავლეთ კი გვიძახიან რაღაც სამშობლოებს და რაღაც დაცხდებიან და რაღაც დებილობას მოიფიქრებენ თავადვე და თავს აწუნებენ თავიანთ ფულში ეგ არის ჩვენი იარაღი რა სოლიდარობა სიმართლე თანადგომა სიყვარული აი რაღაც ადამიანის ფუნდამენტური ირეგულირებები ადამიანი რაც არის ვისგანაც შედგება ადამიანი ერთჩვენიერ დღეს როცა ადამიანი გახდება რაღაც
ცხოველი გახდა მოაზროვნე ცხოველი თუ კი განვითარების ამ თეორიას შევხედავთ ჰომო საპიენსი ადამიანად გვაქცია სწორედ ამ თანაგრძნობა სიყვარულმა და რაღაცა გაჭირვებაში ერთმანეთის გვერდით დგომა რომლისგანაც მეორე მხარე აბსოლუტურად დაცილი არის და საეჭვო არის ახლა კი მას გავაკეთებ ბიოლოგიურ განცხადებას ანუ მაგათ ჰომო საპიენსობაში ღრმა ეჭვი მეყარებოდა ამისი თქმა მინდა და რამდენადაც ამისი ტესტირება თუ შეიძლება მე მომხრე ვიქნები რომ ამ ადამიანებს ჩაუტარდეთ იმიტომ ერთი ნაირი განცხადების აკეთებენ მე ამათი განცხადება უკვე რაღაც სერიოზული დაეჭვების საფუძველი არის ისეთი დიდად მართლა გითხრათ ვაჟკაცობა არ ყოფილ მაგათ განცხადებას უყურო მაგრამ რაღაცა დაპოსტავს ხოლმე ან კომენტარს გააკეთებს რომელიმე ჩემი მეგობარი და იქიდან ვიცი რომ აი უყურებ და ვერ გჯერა რომ სახელმწიფო ქვეყანა რა სახელმწიფო ამ ზონეზე მივედით რომ აი რაღაც ასეთი სისულელების თქმა და ძალიან სწრაფად ხომ სიცხვილი კი არ არის ამისი თქმა ანუ სიცხვილი რო არ არის ეგ კიდე ცალკე პრობლემა არის ეს ფიქრობ რაღაც შიზოფრენიის რაღაცა ძალიან საშინელი ფორმა არის რომ აი თუ უყურებ ხანდახან ქვეყნის პირველ წელს რომელიც გონია რომ ყველაფერს ლოგიკურად ამბობს არის კი ამაში ლოგიკა რასაც ამბობს უბრალოდ რაღაცნაირად ცენადო რეჟისორი ახსენე გონია რომ აი თეთრი ხალას უნდა ეცვას ზურგს უკან ხელებ გაკრული ამ შემთხვევაში ყველაფერი ლოგიკურად იქნება და გონია რომ ხანდახან მართლა ტანსაცმელში არის პრობლემა თორე დანარჩენი ის არის ყველაფერი კარგად არის რა მაგრამ ჩვენ ეს ნელ-ნელა იმ დოზით მივიღეთ ალბათ ბოლო წელს განსაკუთრებით გაჩქარდა მოვლენები რაღაც ისე ნელ-ნელა ან თვალები დავხუჭეთ ან არ ვიცი როგორ შემოგონი არ შემოგვეყარა იმიტომ რომ მეც მათ შორის გონია თავი ვინც ამბობდა რომ ეს რაღაცა ძალიან დიდი საშიშია და ძალიან დიდი საფრთხე არის და ადამიანთა დიდი ნაწილი ამას დღემდე გულვებელ ყოფს და მაშინ კიდე განსაკუთრებით გულვებელ ყოფდა და ამიცი აი წარმოუდგენელია უბრალოდ რაღაცა ადამიანის არსი ადამიანის სტრუქტურა კაცობრიობის ევოლუციის სტრუქტურა ამ რაღაცებს უარყოფს იმიტომ რომ ჩვენ ეს ათასწლეულების წინ გავიარე და დღეს იქით დაბრუნება უბრალოდ ბიოლოგიურად შეუძლებელია ბიოლოგიურად შეუძლებელი არის ვიაროთ 4 ხელზე გქონდეს კუდი გქონდეს ბეწვი და ასე შემდეგ იმიტომ რომ გავიზარდეთ უბრალოდ და ამ ადამიანებს რომლებიც გამოქვაბულში დაგვაბრუნან არ ვიცი რაღაცა შეიძლება აი ძალით შეგვირეკონ მაგრამ ნუ იქ აი შეუძლებელია და ამიტომ გონია რომ ეს რაღაცა ცივილიზაციების კულტურების ომი არის აი ცეღან რაღაცა ადამიანების აუცილებელი ნიშანები ხმოვანით მე მგონი აი ამათი კულტურების ომი არის რა ეს კულტურები ელოდის ერთმანეთს და რა თქმა უნდა როგორც წესი ყოველთვის ცივილიზაციის სასარგებლო დასრულდება როდის შორეული ქალის ეშკეს კეთილი დიდი მადლობა აქციის მონაწილეები აქ ბათუმში ადგილზე რჩებიან ეხლა მიმდინარეობს თბილისშიც აქცია და მინდა შეგახსენოთ რომ ხვალ 26 ოქტომბერს ხდება 1 წელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 2024 წლის 26 ოქტომბერს გასულ წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები რომელსაც დიდი მოლოდინით ელოდა საზოგადოების დიდი ნაწილი მაგრამ არჩევნების შედეგებმა გამოიწვია ქვეყანაში დიდი იმედგაცრუება გააჩინა უამრავი კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა ეს არჩევნები და ხვალ აი თბილისში იგეგმება დიდი აქცია რუსთაველის გამზირზე დაანონსდა დიდი აქცია და მოქალაქეები რომლებიც უკმაყოფილო არიან არჩევნების შედეგები და მას შემდგომ განვითარებული მოვლენებით რომელიც ფაქტობრივად აღმოჩნდა რაღაც შტურმული ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ბოლო 1 წელია საქართველოს ცხოვრობს ბრიფინგების, რეპრესიული კანონების მიღების და ამ კანონების კიდევ უფრო გამკაცრების პირობებში, სამოქალაქო საზოგადოების გაქრობის პირობებში, ფაქტობრივად მედიის გაქრობის პირობებში, ასევე ამ 1 წლის განმავლობაში მიღებული იქნა რუსული კანონები, რუსული ფარა,
გამკაცრდა ადმინისტრაციული წესით დაკავება კანონებთან მიმართებაში და რაღაცნაირად ამას ბოლო არ უჩანს. მოკლედ დავალოდოთ როგორ მოვლენებს როგორ განვითარდება ხვალ ბათუმში ისევ შეიკრიბებიან აქციის მონაწილეები შეხვედრის ადგილი აქ უცვლელია ბათუმი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია და ხვალ იქნება უკვე პროტესტის 323 დღე იმედია არ მეშლება ათვლა და შეგახსენებთ რომ 2025 წლის 28 ნოემბერს გახდება ზუსტად 1 წელი მას შემდეგ რაც საქართველოს მოსახლეობა გასაპროტესტებლად მასობრივად გამოვიდა ქუჩაში და აქვე შეგახსენებთ რომ პროტესტის დიდი ყოვლისმომცველი პროტესტის დასაწყისი გახდა პრემიერ კობახიძის განცხადება იმის შესახებ რომ საქართველოს აჩერებდა ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას რამდენიმე წლით. სწორედ ეს გახდა მთავარი მამოძრავებელი პროტესტის და ასია დღემდე. ამ 1 წლის განმავლობაში ოცნების მთავრობამ კიდევ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის რომ მაქსიმალურად გამიჯნოდა ევროკავშირს და ბოლოს შეგახსენებთ რომ ბოლო ესეთი გარკვეულწილად შოკის მომგვრელი განცხადებაც კი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის გახდა ოცნების დაანონსებული რეფორმა რომლის თანახმადაც იგეგმება 12 წლის ნაცვლად 11 წლიანი სწავლება სკოლებში რაც მოსწავლეების დიდ ნაწილს აღარ მისცემს იმის საშუალებას ევროპულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ იოლად სწავლა თუ თავად არ წავიდნენ ევროპაში და იქ არ დაასრულეს მე-12 კლასიან კიდევ რაღაც სპეც განათლება არ მიიღეს საქართველოში და ეს იქნება დიდი დარტყმა განათლების სისტემაზე და გარდა ამისა ცხადია კიდევ ბევრი სხვა ნიუანსია რაც თან ახლავს ამ დაანონსებულ რეფორმას. მე გემშვიდობებით შეგახსენებთ რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა ამ წუთებშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესები, იქ არიან ჟურნალისტები, იქ არიან ადვოკატები, დაკავებულთა მეგობრები, პროტესტის მონაწილეები, რომლებიც გულშემატკივრობენ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს და დიდი ალბათობით სასამართლოს ხდომები გაგრძელდება გვიანობამდე. ამ ხდომების შესახებ გადაწყვეტილებები შეგიძლია ნახოთ ცალკეულ პირებზე რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ვებგვერდებზე. შეგახსენებთ თქვენ უსმენთ ბათუმელების პირდაპირ ჩართვას, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებგვერდებს, რათა მიიღოთ განახლებული და სწორი ინფორმაცია. ნეტგაზეთი G, ბათუმელები G, დაიმახსოვრეთ ეს ორი ვებგვერდი და დარჩით ჩვენთან. დროებით გემშვიდობებით.